საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს. პროექტის დაწყებიდან დღემდე აზომილია 600.000-მდე მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეფორმა 2024 წლის ბოლოს დასრულდება. იქამდე კი როგორ მიმდინარეობს პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რას გულისხმობს მიწის სისტემური რეგისტრაცია და რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა მიმდინარე სიახლის შესახებ. ამ თემაზე ახლა გადაცემის სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. კვირის ამბების შეკითხვებს უპასუხებს მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის უფროსი რეზი თოდუა. მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში ჩართვისთვის. როგორც ვიცით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს ორი მიმართულებით, სისტემური და სპორადული წესით. რომ ახსნათ, რა განსხვავებაა მათ შორის, რა მიზანს ემსახურება თითოეული მათგანი და შედეგად რას მივიღებთ? ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გეტყვით გადაცემაში მონაწილეობისთვის. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მიწის სისტემური რეგისტრაცია არის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. აღნიშნული ფარგლებში სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით ახორციელებს მიწის ნაკვეთის აზომვას, სისტემური წესით, დოკუმენტაციის მოძიებას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას. მიწის სისტემური რეგისტრაცია ყველა მოქალაქისათვის არის სრულიად უფასო. რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, სისტემურიდან განსხვავებით, სპორადული რეგისტრაციის დროს ჩვენი მოქალაქე თავად მომართავს საჯარო რეესტრს, იხდის შესაბამის საფასურს და აღნიშნული საფუძველზე ხდება და იწყება სარეგისტრაციო წარმოება. რაც შეეხება გავაგრძელებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მისი განსაზღვრის არეალი დამტკიცებული არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით და აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში, სადაც სისტემური რეგისტრაცია დაიწყო 2022 წლის 1 იანვრიდან და სრულად დასრულდება 2024 წლის ბოლოს. და მიმდინარე რეფორმის ფარგლებში თუ არ მოხდა რომელიმე კონკრეტული მოქალაქის მიწის სისტემური რეგისტრაცია. ამ პროცესის დასრულების შემდეგ რა მოხდება? ანუ მოქალაქეს მოუწევს გარკვეული საფასურის გადახდა, რომ დაარეგისტრიროს მიწის ნაკვეთი თუ რა პროცედურები იქნება ამის შემდგომ უკვე? ბატონო, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია მოიცავს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტს, 59 მუნიციპალიტეტს, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს შანსი, რომ ჩაერთოს და სრულიად უფასოდ დაირეგისტრიროს საკუთარი მიწის ნაკვეთები. ამისთვის საჯარო რეესტრი თავად უკავშირდება ყველა მოქალაქეს და თავად უზრუნველყოფს მათ პროცესში ჩართვას. გარდა ამისა, მოქალაქეებს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შესაძლებლობა აქვთ, რომ იპოვონ ველი, სადაც შეავსებენ საკუთარ მონაცემებს. აღნიშნულ ველს ეწოდება ამიზომე მიწის ნაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გამოხატავენ ნებას, რომ მონაწილეობა მიიღონ სისტემურ რეგისტრაციაში. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრი ჩვენს მოქალაქეებს ასევე თავად უკავშირდება, თავად ახორციელებს ყველა პროცედურას, როგორც არის საამბრძოლო სამუშაოები, დოკუმენტაციის მოძიება და რეგისტრაციისთვის არსებულ ყველა პროცედურას უზრუნველყოფს თავად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ყველა მოქალაქეს ოფისში მიუხვევად დაურეგისტრირებს მათ მიწის ნაკვეთებს. რაც შეეხება პროექტის დასრულების შემდგომ, თუ რა საშუალება ექნება მოქალაქეს, აღნიშნულის შემდეგ კვლავ გაგრძელდება მიწის სპორადული რეგისტრაცია, როგორც აღნიშნე, და მოქალაქეებს შეეძლებათ თავად მომართონ საჯარო რეესტრს და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ დაიწყება სარეგისტრაციო წარმოება. როგორ მიმდინარეობს მიწის აზომვის და საკუთრების უფლების დარეგისტრირების პროცესი ქვეყნის მასშტაბით? აი დღეში საშუალოდ რამდენი მიწის ნაკვეთის აზომვა ხდება და ერთი კონკრეტული მოქალაქის მაგალითზე რომ განვიხილოთ, როცა ჯგუფი მიდის მიწის ნაკვეთის აზაზომად, რა პროცედურებს გადის და როდის ითვლება პროცესი დასრულებულად? პროექტი მიმდინარეობს ძალიან წარმატებით. უფრო კონკრეტულად რომ მოგახსენოთ ამ წარმატების მასშტაბის შესახებ, გეტყვით, რომ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში იზომება 2500-დან 2700-მდე მიწის ნაკვეთი. ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ასევე არსებული რესურსით ჩვენი რეგისტრატორები 2300-ზე მეტ სარეგისტრაციო განცხადებას განიხილავენ. მოქალაქეებს რაც ევალებათ ერთადერთი არის, რომ მათ გამოავლინონ კეთილინება და სამზომნელო პროცესის დაწყების დროს დახვდნენ ჩვენს ამგეგმავებს ადგილზე და სწორად მიუწვდონ უძრავი მიწის საზღვრები.
დანარჩენ ყველა პროცედურას უკვე თავად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს, როგორც მოგახსენებთ, და უზრუნველყოფს, რომ თქვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება დარეგისტრირდეს. მოქალაქის მხრიდან რა დოკუმენტაცია საჭირო? კი ბატონო, როგორც აღნიშნე, მოქალაქის ერთადერთი ვალდებულება არის, რომ ის სამზომო ჯგუფს ახდეს ადგილზე და მიუთითოს მიწის ნაკვეთის სწორი საზღვრები. დანარჩენ პროცედურას და დოკუმენტაციას თავად საჯარო რეესტრი მოიძიებს. რაც შეეხება მოქალაქეს, თუ მას გააჩნია ხელთ რაიმე დოკუმენტაცია, მას შეუძლია აზომვის სამუშაოების დროს ეს დოკუმენტაცია გადასცეს ჩვენ გეგმავებს, რომლებიც ჩაიბარებენ აღნიშნულ დოკუმენტაციას და ჩვენ გამოვიყენებთ შემდგომში მას უფლების რეგისტრაციისათვის. ალბათ იქნება სირთულეებიც და სადავო მიწის ნაკვეთებიც. ხშირად ხდება ხოლმე ალბათ მეზობლების შემთხვევაში. როგორ ხდება თქვენი მხრიდან მონაკვეთის გამიჯვნა და მესაკუთრის ვინაობის დადგენა? აი თქვენ რა ბარიერებს აწყდებით მსვლელობისას? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შეიქმნა უნიკალური და ინოვაციური პროგრამა, რასაც ეწოდება მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ელექტრონული ოქმი. აღნიშნულმა ელექტრონულმა ოქმა გააერთიანა მიწის ნაკვეთის საველე და სამართლებრივი მონაცემები, შედეგად პროცესი გახდა სრულიად ელექტრონული, რამაც მნიშვნელოვნად პირველ რიგში შეამცირა სარეგისტრაციო წარმოების დრო და მნიშვნელოვანი აქ რაც არის ელექტრონული ოქმის შედეგად ჩვენ თავიდან ვიცლებთ მეზობლებს შორის არსებულ გაუგებრობას, როგორც არის მიწის ნაკვეთის საზღვრებს შორის დავა, რადგან აღნიშნული ელექტრონული ხელსაწყოებით სრულიად მაქსიმალური სიზუსტით იზომება მიწის ნაკვეთის საზღვრები, რაც თავისთავად გამოიცხავს უკვე მეზობლებს შორის არსებულ დავას. კი ბატონო, რა ეტაპზეა პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტში? ძალიან ბევრ მოქალაქეს აინტერესებს. აქვთ კითხვები. ზოგიერთი ამბობს, რომ მიწების აზომვა დაიწყო და შემდგომ გაჩერდა. რა ხდება ახლა ბორჯომის რეალობაში და აქ როდის დასრულდება საკუთრების უფლების დარეგისტრირების პროცესი? კი ბატონო, როგორც აღნიშნე, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში განხორციელდება მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც სრულად დასრულდება 2024 წლის ბოლოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული არის გეგმა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს სისტემური რეგისტრაცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდება აღნიშნული პროექტი. ეხლა თუ მიმდინარეობს პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ან დაახლოებით ვთქვათ, რომელ დასახლებებში დაიწყო პროცესი და პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე სოფელში, თუ ვთქვათ, ერთ სოფელში რო დასრულდება, შემდეგ გადაინაცვლებს ჯგუფი მეორე სოფელში, ანუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ბორჯომის რეალობაში, უფრო ზუსტად რომ ავხსნათ. კი ბატონო, ამ ეტაპზე ბორჯომში მცირე ჯგუფები არის და ახორციელებენ მიწის ნაკვეთის აზომას, რაც შეეხება უკვე დანარჩენს სისტემური რეგისტრაციის გეგმა გრაფიკის გათვალისწინებულ დროს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში შევა ჩვენი საავზეულო ჯგუფების სრული შემადგენლობა და უზრუნველყოფენ, რომ მთლიანად ბორჯომის მუნიციპალიტეტის აზომა და შემდგომ უკვე რეგისტრაცია განხორციელდეს. ანუ, როდესაც სრულდება ერთი სოფლის აზომვითი და დარეგისტრირების პროცესი, შემდეგ გადაინაცვლებს მეორე სოფელში, თუ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ეს პროცესი? კი ბატონო, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ხდება მიწის ნაკვეთების აგეგმვა. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ერთდროულად რამდენიმე სოფელში განხორციელდეს მიწის ნაკვეთების აზომა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მთლიანი მუნიციპალიტეტი დაიფარება სისტემური რეგისტრაციის შედეგად. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები მოსახლეობას თავად შეატყობინებენ, რომ იწყება საავზოულო პროცესი და მოახდენენ მათ მობილიზებას თავიანთ მიწის ნაკვეთებში. ბორჯომის რეალობაში რომ დავაზუსტოთ, ამ ეტაპისთვის პროცესი რომელ ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარეობს და ბორჯომის მუნიციპალიტეტი გრაფიკის მიხედვით როგორ არის გაწერილი, როდის დასრულდება ზოგადად ეს პროცესი? კი ბატონო, როგორც აღნიშნე, სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გეგმა გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იხილონ ჩვენს ვებსაიტზე nat.gov.g. რაც შეეხება კონკრეტულად ბორჯომის მუნიციპალიტეტს, გეგმა გრაფიკის მიხედვით ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამზარეულო სამუშაოები დაგეგმილი არის 2024 წლის გაზაფხულიდან და შესაბამისად, როგორც აღნიშნე, მოხდება
მთლიანად ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების აგეგმვა და შემდგომ უკვე მიწის-ნაკვეთების რეგისტრაცია. ჩვენი სამომზაუნო ჯგუფები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყვნენ უკვე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რათა მოხდარიყო სისტემური რეგისტრაციის პროცედურის გაცნობა მოქალაქეებისათვის. რამდენიმე სოფელი აიზრომა კიდეც აიგეგმა, თუმცა როგორც აღნიშნე, სრული მასშტაბით ბორჯომის მუნიციპალიტეტში საამზოლო და სარეგისტრაციო წარმოებები ჩატარდება 2024 წლის გაზაფხულიდან. კი ბატონო. და როგორ მიმდინარეობს პროცესი იმ მოქალაქეების შემთხვევაში, რომლებიც დროებით ემიგრაციაში არიან წასულები, როცა ფიზიკურად არ გვხვდებათ მოქალაქე? როგორ ხდება მისი მიწის ნაკვეთის აზომვა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია? კი ბატონო, სისტემური რეგისტრაცია რა თქმა უნდა, ასევე ჩვენი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი, როგორც მოგახსენეთ, პროცესი არის სრულად ელექტრონული და ჩვენ ემიგრანტებს შეუძლიათ ელექტრონულად საერთოდ ამ თუ გამოიყენოს შეუძლიათ მათ საკუთარი ნაკვეთები აირებიდან წარმოადგენს მეშვეობით საბოლოო ეროვნულ სააგენტო უზრუნველყოფენ თითოეულ ემიგრანტს მიაწოდოს ინფორმაცია სისტემური რეგისტრაციის შესახებ, რაც მასში პროექტის გათვლა და მასზე გაკეთებული ნაკვეთების რეგისტრაცია. თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, რომ პროცესი ქვეყნის მასშტაბით დასრულდება 2024 წელს. ასევე რომ ვთქვათ, სულ რამდენი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს აზომილი და საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აი ამ პერიოდში? სისტემური რეგისტრაცია სრულად დასრულდება 2024 წლის ბოლოს. ამ ეტაპზე უკვე 610.000-მდე მიწის ნაკვეთი არის აზომილი და 475.000-მდე მიწის ნაკვეთზე უკვე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება. პროექტის ბოლოს მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება, აიზომება და დარეგისტრირდება, რაც თავისთავად არის უდიდესი შედეგი. სისტემური რეგისტრაციის დასრულების შედეგად განვითარდება ქვეყანაში მიწის ბაზარი, შეიქმნება ერთიანი საკადასტრო სრულყოფილი მონაცემები, საკადასტრო და სამართლებრივი სრულყოფილი მონაცემები. რა თქმა უნდა, რუსულის შედეგად განვითარდება ჩვენი სოფლის მეურნეობა, მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება სამოქალაქო ბრუნვაში ჩართონ მათი მიწის ნაკვეთები, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ქვეყანაში ეკონომიკის გაუმჯობესებას და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. მადლობას გიხდით გადაცემაში ჩართვისთვის. მაყურებელს შევახსენებ, კვირის ამბების სტუმარი იყო მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის უფროსი რეზი თოდუა და ვსაუბრობდით ქვეყანაში მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ. ასეთი იყო 1 დეკემბრის კვირის ამბები მიმდინარე სიახლეებს თვალიადევნეთ ტელეკომპანია ბორჯომის ვებგვერდზე, Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებზე. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.